ირაკლი კობახიძე მოცნების განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პოსტზე გივი მიქანაძე წარადგინა. მან ამ პოსტზე ალექსანდრე წულაძე შეცვალა. მიქანაძე დღემდე პარლამენტის განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო. კობახიძის თქმით, გამოცდილებიდან გამომდინარე გივი მიქანაძე არის იდეალური კანდიდატი განათლების მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის პოსტზე. როგორც მიქანაძემ თქვა, მისთვის პასუხისმგებლობა და პატივია სარგებლობდეს მაღალი ნდობით და ხელმძღვანელობდეს სამინისტროს, რომელიც მომავალი თაობების აღზრდასთან არის დაკავშირებული. მას აქვს მოგეხსენებათ საჯარო სექტორში მუშაობის ძალიან ფართო გამოცდილება, ასევე ფართო პოლიტიკური გამოცდილება და ასევე უშუალოდ განათლების და მეცნიერების სფეროში აქვს ძალიან ფართო გამოცდილება. ის იყო წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორი, იყო პედაგოგი, ლექტორი სხვადასხვა უნივერსიტეტში მთელი წლების განმავლობაში და არის არაერთი წიგნის სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. შესაბამისად, მას აქვს ძალიან ღრმა გამოცდილება განათლების და მეცნიერების სფეროში. ასევე, როგორც მოგეხსენებათ, უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ის საქართველოს პარლამენტში იკავებდა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ის არის იდეალური კანდიდატი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პოსტზე. მინდა ბატონ გივის უსურვო წარმატებები. ჩემთვის არის უდიდესი პასუხისმგებლობა და პატივი სარგებლობდე ასეთი მაღალი ნდობით და უხელმძღვანელო იმ სამინისტროს, რომელიც თვითონ ჩვენთაგანთან არის დაკავშირებული, ჩვენი მომავალი თაობების აღზრდასთან არის დაკავშირებული და განვითარება განათლების მეცნიერების გარეშე, რა თქმა უნდა, 21 საუკუნეში წარმოუდგენელი არის. ალექსანდრე წულაძემ განათლების მინისტრის თანამდებობა დღეს 30 ივნისს დატოვა. შესაბამისი გადაწყვეტილების თაობაზე განცხადება თავად წულაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად ის 2024 წლის 2 ოქტომბერს დაინიშნა.